მოგესალმებით ყველას გრიმუარის არხზე, დღეს კვლავ გვექნება ტაროს საჯარო გაშლა. ამჯერად გამოვიყენებთ არასტანდარტულ დასტას, ეს არის კიპერის ორაკული და ჩვენი დღევანდელი გაშლის კითხვა იქნება როგორი პასუხები მოვა. ეს გაშლა ეძღვნება მათ, ვინც ელოდება დოკუმენტებს, ვინც ელოდება რაიმე სახის შეტყობინებას და აინტერესებთ როგორი პასუხები მოვა. ასეთ გაშლას ძალიან დიდი ხანია მთხოვენ ემიგრანტები, იმიტომ რომ უმრავლესობა რა თქმა უნდა ელოდება იქ green cards, ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას, მოქალაქეობასთან დაკავშირებით პასუხებს და ასე შემდეგ. ასე რომ თუ თქვენ ელოდებით ან green cards, ან travels, ან მოქალაქეობას, ან ვიზას, ან ნებისმიერ მსგავს დოკუმენტებს, ეს გაშლა არის სწორედ თქვენთვის. თუმცა აგრეთვე ამ გაშლაში მონაწილეობა შეუძლიათ მათაც, ვინც ასეთ ოფიციალურ დოკუმენტებს არ ელოდება, თუმცა ელოდება რაიმე სახის შეტყობინებას, მაგალითად, სამსახურიდან, უფროსისგან, ახლობლებისაგან და ასე შემდეგ. ერთ სიტყვით დღევანდელი გაშლა ეხება ფაქტობრივად ნებისმიერი სახის შეტყობინებებს, რომელიც მოვა თქვენთან ახლო მომავალში, მაგრამ განსაკუთრებით ისეთ შეტყობინებებს, რომელიც შეიძლება ეხებოდეს ოფიციალურ საკითხებს, იურიდიულ საკითხებს, დოკუმენტებს და ასე შემდეგ. ერთ სიტყვით იფიქრეთ ამ საკითხებზე, ჩაიფიქრეთ თქვენი სიტუაცია და ჩაიფიქრეთ კითხვა, როგორი პასუხი მოვა, ან როგორ განვითარდება მოვლენები. აირჩიეთ აქ მოცემული 4 ვარიანტიდან ერთ-ერთი, გააკეთეთ არჩევანი იმის დამიხედვით, თუ რას გიკარნახებთ თქვენი გული და შინაგანი ხმა. თუ გჭირდებათ მეტი დრო იმისათვის, რომ მოიფიქროთ, დააპაუზეთ ვიდეო და შემდგომ განაგრძეთ ყურება. მე კი შეგახსენებთ, რომ აუცილებლად გამოიწეროთ ჩვენი არხი, მოიწონოთ ეს ვიდეო და კომენტარებში გამიზიაროთ, რას ფიქრობთ. რამდენად რეზონირდა გაშლა, როგორ მოგეწონათ ეს ვიდეო, ან შეგიძლიათ დამიწეროთ, რასთან დაკავშირებით გენდომებოდათ, რომ ჩამეწერა ვიდეოები მომავალში. ხოლო თუ გსურთ პირად კონსულტაციაზე ჩაწერა, ტაროს სესიებზე ან ენერგეტიკულ დიაგნოსტიკაზე ჩაწერა, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ პირადში, ჩემს საკონტაქტო ინფორმაციას იხილავთ ეკრანზე და ვიდეოს ქვეშ აღწერაშიც თუ კი გვიყურებთ YouTube-ზე. ხოლო თუ გსურთ ონლაინ კურსების გავლა, აუცილებლად ესტუმრეთ ჩვენს საიტს grimoire.gr, სადაც იხილავთ ინფორმაციას დეტალურად ისეთი კურსების შესახებ, როგორიც არის ფინანსური მაგია, თავდაცვითი მაგია, ტაროს შემსწავლელი კურსი და ასე შემდეგ. მასადამე, გადავიდეთ პირველი ვარიანტის ახსნაზე. პირველ ვარიანტში ამოგვდის კარტები სასოწარკვეთა და სახლი. საკმაოდ რთული ხასიათის კომბინაცია, ერთის შეხედვით უსიამოვნო, თუმცა დიდი ალბათობით სიტუაცია საბოლოო ჯამში არც ისეთ ცუდად განვითარდება. ეს ორი შესაძლოა გვესაუბრებოდეს ან იმის შესახებ, რომ ძალიან დიდხანს შეიძლება გაიწელოს თქვენი საკითხი, შესაძლოა შეტყობინება დიდი ხნის მანძილზე არ მოვიდეს, ან თვითონ პროცესები გაიწელოს და გართულდეს, რამდენადაც კი არის ეს შესაძლებელი, რომ მოხდეს. ერთი სიტყვით, სიტუაცია ვითარდება ძალიან სტრესულად და შესაძლოა ამან გამოიწვიოს თქვენში სასოწარკვეთის განცდა, მაგრამ საბოლოო ჯამში დიდი ალბათობით მაინც გადაიჭრება და გამოინახება გზა იმისათვის, რომ დაკმაყოფილდეს ის სურვილი, რომელიც გაქვთ, ან გამოჩნდება ალტერნატიული მიმართულება. საკითხი არის რთულად, რატომ ახლა კერძოდ, ანუ რატო არის ეს გაშლა რთული? მის ინტერპრეტაცია არის შესაძლებელი ორი სახით. პირველ რიგში აქ არის მნიშვნელოვანი თუ რა სიტუაციაში იმყოფებით. თუ თქვენ უკვე დიდი ხანია, ბრჭყალებში ვთქვათ, წვალობთ, თუ უკვე გამოიარეთ ეს სასოწარკვეთა, ამ შემთხვევაში გვეუბნება გაშლა, რომ მოხდება რაზეც ვისაუბრე, ანუ რომ პრობლემა საბოლოოდ მაინც გადაიჭრება. მაგრამ თუ კი თქვენ არ გიწვალიათ როგორც ასეთი და თუ კი სასოწარკვეთა არ არის, მაშინ მოსაოდნელია რომ ის დადგეს. მე რა თქმა უნდა არ მინდა რომ ცუდი ამბების მომტანი ვიყო, თუმცა მაინც გაითვალისწინეთ. ასეა თუ ისე, რომც მოვიდეს უარყოფითი პასუხი. ნახეთ როგორი რაღაცა ეს გაშლა მაინც საბოლოოდ გარკვეული სახის იმედს გვიტოვებს, იმიტომ რომ სახლი თვითონ განასახიერებს, ცხადია, საცხოვრებელს, სადღაც ყოფნას, მუდმივობას, სტაბილურობასა და დაცულობას. ანუ მარტივად რო ვთქვათ, თუ ერთი სახით არ გამოვიდა იმის მიღწევა, რაც გინდათ, შეიძლება მეორე სახით გამოვიდეს. თუ პირველ ჯერზე მაგალითად მოგივიდათ უარყოფითი პასუხი, შეიძლება გასაჩივრებას ექვემდებარებოდეს, ან შეიძლება თავშესაფარი მოითხოვოთ, ან დახმარება მოითხოვოთ. ასეა თუ ისე, რაღაც სახით ალტერნატივა მაინც ყველა ვარიანტში გამოჩნდება. თუ არა და მაშინ აუცილებლად გამოჩნდება სხვა ადგილი. მაგალითად, თუ პირობითად იტალიაში ვერ იპოვა
ადამიანმა თავისი ადგილი და ვერ გააკეთა საქმე, შესაძლოა მოახერხოს იმავეს გაკეთება საფრანგეთში ან გერმანიაში ან ამერიკაში, ასე რომ არ დაყაროთ ფარხმალი, არ მიეცეთ სასო წარკვეთას და არ დაკარგოთ იმედი. ხოლო თუ თქვენ ელოდებით არაოფიციალურ დოკუმენტებს, არაოფიციალურ შეტყობინებას, ანუ არ ხართ ემიგრანტი ამ შემთხვევაში და გაინტერესებთ, თქვათ, ყოფით ჩვეულებრივ საკითხებთან მიმართებით პასუხის მიღება, მაშინ ეს პასუხი მეტყველებს ან სახლთან დაკავშირებულ პრობლემებზე, მაგალითად როგორც შეიძლება იყოს რემონტთან დაკავშირებული პრობლემები, წყალგაყვანილობის, გადასახადების, ქირასთან დაკავშირებული გართულებები, ან ოჯახის წევრისაგან უსიამოვნო შეტყობინება და ნათესავთან ან ოჯახის წევრთან უსიამოვნო საუბარი. მართალია აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ რაღაც ცუდი ხდება ან საზიანო, მაგრამ საუბარია იმაზე, რომ ემოციური ფონი შეიძლება იყოს ახლო მომავალში დაძაბული, ამიტომ მაინც ყურადღებით იყავით და მაგალითად ოჯახის წევრებთან საუბრის დროს მაქსიმალურად გააკონტროლეთ ის, რასაც ისაუბრებთ, გააკონტროლებთ თქვენი ტემპერამენტი, ხასიათი და განწყობა, რომ მინიმალური სტრესით გადაილახოს ეს პერიოდი. ამით პირველი ვარიანტის პასუხები სრულდება, მე კი გადავალ მეორე ვარიანტზე. არ დაგავიწყდეთ, რომ დაალაიქოთ ვიდეო და კომენტარებში გამიზიარეთ, რამდენად რეზონირდა ეს პასუხი თქვენთან. მაშსადამე, მეორე ვარიანტი. მეორე ვარიანტში ამოგვივიდა ორი, ალბათ ყველაზე ოფიციალური, იურიდიული და სამართალთან დაკავშირებული კარტი, რაც კი არის ამ დასტაში. ეს არის სასამართლო და განსჯა. რა თქმა უნდა, როგორც უკვე მივხვდით სურათიდან თუ სახელწოდებიდან გამომდინარე, პირდაპირ დოკუმენტების თემაში მოარტყა ხომ ამ გარსლამ. ძალიან ზუსტად გაგვცა პასუხი მეორე ვარიანტთან დაკავშირებით. ნახეთ როგორი პასუხია. პასუხი მეტყველებს შემდეგზე, ეს არის მდგომარეობა, როდესაც ჩვენი кейსი ან ამ წუთში განიხილება, ან უკვე განიხილეს და უკვე არსებობს საბოლოო გადაწყვეტილება. ასეა თუ ისე პასუხი გვეუბნება, რომ ან უკვე არის გადაწყვეტილება მიღებული, ან მას მიიღებენ ძალიან მალე და საბოლოოდ რა განსაჯა და რა გადაწყვიტა სასამართლომ, სულ მალე გახდება ცნობილი თქვენთვის, მაგრამ საქმე რაშია? ორივე ამ კარტებიდან არის ძალიან ნეიტრალური ხასიათის, ანუ არ გვეუბნება იმას, რომ საბოლოო დასკვნა დადებითია, ან იმას, რომ ეს დასკვნა არის უარყოფითი. ამიტომ უნდა შემოგთავაზოთ, რომ კიდევ ერთი კარტი დავამატოთ და გავიგოთ ზუსტად როგორი ხასიათის გადაწყვეტილება იქნება მიღებული და ზუსტად როგორი შეტყობინება მოვა, მაგრამ ვიცით, რომ შეტყობინება მოვა მალე, იმიტომ რომ ფაქტობრივად დღე-დღეზე უნდა გადაწყდეს ეს ამბავი. ეხლა ავჭეხევ დასტას და კიდევ ერთ კარტს ამოვიღებ, რომ გავერკვეთ საბოლოო პასუხი დადებითია თუ უფრო უარყოფითი. და მესამე კარტი, საბოლოო დასკვნის კარტი, ჩვენ ამოგვდის ეგრეთ წოდებული პრივილეგირებული ქალბატონის კარტი. დადებითია რა თქმა უნდა პასუხი, აქ საუბარია იმაზე, რომ გარკვეული პრივილეგიით ისარგებლებთ, ანუ სასამართლო საბოლოოდ ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, ან ის ორგანო, ის პიროვნება, ვიზეც ხართ დამოკიდებული, ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც იქნება თქვენთვის სასარგებლო, თქვენ მხარეს იქნება და შეძლებთ რომ ისარგებლოთ თქვენი იმ უფლებებით, რომელსაც ელოდებით, ან მიიღებთ დასტურს იმასთან დაკავშირებით, რასაც ასე ძალიან ელოდებით. ერთი სიტყვით, პასუხი არის ყველანაირად კარგი, დადებითი და საბოლოოდ სიტუაცია სრულდება თქვენი გამარჯვებითა და კმაყოფილებით. იგივე ეხება იმ შემთხვევასაც, თუ კი მაგალითად სასამართლო გაქვთ ჩანიშნული ვიღაცას უჩივით ან ვიღაც თქვენ გიჩივით, დიდი ალბათობით საბოლოო ჯამში ყველაფერი უფრო მეტად თქვენსკენ იქნება მომართული და სამართალი იქნება თქვენს მხარეზე. რაც შეეხება სიტუაციას, ხო, და ბარემ აქვე დავამატებ, კინაღამ დამავიწყდა, პრივილეგირებული ქალი ზოგჯერ ასევე მეტყველებს რაიმე სახის დამატებითი ბენეფიტებით, ესე ვთქვათ, სარგებლობას. ანუ ეს შეიძლება იყოს ისეთი საკითხებიც, როგორიც არის დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან, ან კომპენსაცია, ან აი, როდესაც ადამიანები ბარდებიან სხვადასხვა ქვეყნებს, იქ ხომ ენიშნებათ სხვადასხვა სახის თანხა, იქ პენსია, ან ქირას უხდის სახელმწიფო, ერთი სიტყვით შესაძლოა რაღაც სახის პრივილეგია იყოს აქ საუბარი, ამიტომ თუ კი ელოდებით მსგავს რაღაცას, დიდი ალბათობით სახელმწიფო ამას დაგიდასტურებთ და შეძლებთ რომ ისარგებლოთ ამ ყველაფრით. ხოლო თუ პასუხი გაინტერესებთ არა ოფიციალურ საკითხებთან, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებასთან, კარიერასთან ან სხვა საკითხებთან დაკავშირებით, რაც არ ეხება სასამართლოს ან ემიგრაციას, მაშინ პასუხი კვლავ დადებითია, მაგალითად შეიძლება დაგიდასტურონ პროექტი, რომელსაც ელოდებოდი, შეიძლება დაგიფინანსონ რაღაც, შეიძლება
დაგაწინაურონ, შეიძლება სამსახურში მიიღო დადებითი შეფასება და უკავშირი თქვათ იქ HR-ისგან, ხელმძღვანელისაგან, მენეჯერისაგან და ასე შემდეგ. ასე რომ რა თემასაც არ უნდა ეხებოდეს თქვენი სიტუაცია, იქნება ეს ემიგრაციისა და დოკუმენტების საკითხი თუ ყოველდღიური ამბები, პასუხი საბოლოოდ არის დადებითი და ვფიქრობ სიტუაციით ძალიან კმაყოფილი დარჩებით. ეს იყო მეორე ვარიანტი, ახლა კი გადავიდეთ მესამე ვარიანტზე. მაშა სადამე. მესამე ვარიანტში ჩვენ ამოგდის კარტების კომბინაცია მდიდარი მამაკაცი და ქალბატონი. კომბინაცია არის დადებითი მთლიანობაში პოზიტიური, ანუ პასუხი მოვა დადებითი, ან საბოლოო შედეგი იქნება დადებითი. ამ ორიდან ერთ-ერთი მოხდება ყველა ვარიანტში თქვენ საკითხთან მიმართებით. უბრალოდ ნახეთ როგორი რაღაცა ისეთი პასუხია, რომელიც მაინც შეიძლება არ გულისხმობდეს აუცილებლად პირველივე ცდიდან წარმატებაზე ან პირდაპირ გზით წარმატებაზე. კერძოდ რატომ? აქ ამოსული პირველი კარტი მდიდარი მამაკაცი, როგორც წესი მეტყველებს ხოლმე მხარდამჭერზე, ან ვიღაცაზე, ვინც გამოჩნდება და გვეხმარება საქმეში. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს სპონსორი. თუ დოკუმენტებს აკეთებთ ფიქტიური ქორწინების გზით, მაშინ შეიძლება გულისხმობდეს ამას, შესაძლოა გულისხმობდეს დამატებით დოკუმენტების საჭიროებას, ან საჭიროებას უფრო მეტი ფინანსების ჩადების, ფინანსების გაღების, თანხის გადახდის იმისათვის, რომ საქმე სწორად წარიმართოს და შესაბამისად ეს შეიძლება იყოს ისეთი პიროვნებაც, რომელიც მაგალითად თანხას გვასესხებს, მოგცემს, გადაგვინაწილებს გადასახადს და ასე შემდეგ. ასეა თუ ისე საბოლოო ჯამში პასუხი თქვენს დოკუმენტებთან დაკავშირებით არის დადებითი, შესაძლოა, თუმცა დაგჭირდეთ გარკვეული სახის დახმარება და დამატებითი ჩართულობა. ასე რომ იმას, რაც გაქვთ განზრახული და ჩაფიქრებული, საბოლოო ჯამში მაინც აღწევთ. უბრალოდ შეიძლება ცოტა მეტი მოქმედება გახდეს საჭირო და დაგჭირდეთ გარკვეული სახის დახმარება. ასეა თუ ისე რჩევის სახით გეტყვით, რომ არ მოგერიდოთ ის, რომ ითხოვოთ დახმარება და ადამიანები, ვინც დაგეხმარებიან და დაგიდგებიან მხარში, აუცილებლად გამოჩნდებიან. სხვათა შორის ეს კარტების კომბინაცია ასევე შესაძლოა გულისხმობდეს ან მდიდარი, ან გარკვეული სახით გავლენიანი ადამიანის ჩართულობაზე საქმეში, რომელმაც შესაძლოა სიტუაცია დადებითი კურსითა და მიმართულებით წაიყვანოს. რაც შეეხება იმ შემთხვევას, თუ კი თქვენ ელოდებით პასუხებს ან დოკუმენტებს ან შეტყობინებას, რომელიც არ უკავშირდება ოფიციალურ, ბიუროკრატიულ და იურიდიულ თემებს ან ემიგრაციის საკითხებს, ანუ თუ უფრო ყოფითი საკითხები გაწუხებთ, აქ ჩანს დიალოგი ორ ადამიანს შორის, თუ მამაკაცი ხართ, ქალი დაგიკავშირდებათ, თუ ქალი ხართ, მამაკაცი. ანუ ამ შემთხვევაში ჩანს საპირისპირო სქესთან საუბარი, მარტივად რო თქვა, გამომდინარე იქიდან, რომ ორი სქესის წარმომადგენელი ჩანს ესე გამოკვეთილად ამ გაშლაში. იკითხება რაიმე სახის დადებითი შემოთავაზება, რომელიც მოდის თქვენთან, რომელიც თითქოს უნდა წაგადგეთ, თითქოს თქვენთვის სასარგებლო რაღაცას შემოგთავაზებენ. ეს არის შესაძლებლობა, ეს არის რაღაც შანსი, ეს არის თანამშრომლობა. ეს შესაძლოა იყოს ასევე მხარდაჭერასთან, დაფინანსებასთან, ან პროექტების გაუმჯობესებასთან დაკავშირებული წინადადებებიც. ასე რომ თუ შემოგივათ წინადადება ვინმესთან კოლაბორაციაზე, თანამშრომლობაზე, სპონსორობაზე თუ ასე შემდეგ, აუცილებლად დათანხმდით, ხოლო თუ დიდი ხანია ელოდებით მაგალითად დამფინანსებელს, სპონსორს, ან თუ ელოდებით ისეთ ადამიანს, რომელიც მხარში ამოგიდგებათ ან დაგეხმარებათ რაიმე საქმის გაკეთებაში, არ აქვს მნიშვნელობა, ეს არის კარიერული სფერო თუ პირობითად ავტომობილის ხელოსანთან მიყვანა, მაშინ საუბარია იმაზე, რომ გამოჩნდება ადამიანი, შეიძლება მეგობარი, შეიძლება აბსოლუტურად უცხო, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი მიზნის მიღწევაში. ახლო პერიოდში მოსაოდნელია, რომ გაგიუმჯობესდეთ კავშირები და ეს იქნება ურთიერთობების, კავშირების სასარგებლო კავშირების ოღონდ პერიოდი და არა უბრალოდ ყოფითი ურთიერთობებისა და კონტაქტების. ეს იქნება კარგი პერიოდი ნეტვორკინგისათვის და ახალი ადამიანების მოზიდვისთვისაც, ასევე შესაძლოა პუბლიკის ან მაყურებლების მოზიდვისთვისაც, თუ კი თქვათ მოღვაწეობთ სოციალურ ქსელში, ტელევიზიაში და ასე შემდეგ. ერთ სიტყვით დადებითი პასუხია, უბრალოდ სიტუაციები საჭიროებს თქვენი მხრიდან გახსნილობას, მიმღებლობას იმისათვის, რომ ადამიანების მხრიდან წამოსული სიკეთე ან დახმარება მაქსიმალურად მიიღოთ და აითვისოთ. გისურვებთ წარმატებებს, ამით სრულდება მესამე ვარიანტის პასუხი და გადავალ მეოთხეზე, ბოლო ვარიანტზე. მაშსადამე, ბოლო მეოთხე ვარიანტში ჩვენ ამოგვივიდა შემდეგი კომბინაცია, ოფიციალური პიროვნება, მოდით დავარქვათ ამ კარტს ოფიცერი, ასე უკაჭღერს ქართულად და მოლოდინი.
ოფიცერი და მოლოდინი ეს კომბინაცია მეტყველებს იმაზე, რომ თქვენი საკითხი ცოტათი იწელება. დიდი ალბათობით უკვე ელოდებით გარკვეული სახის შეტყობინებას ან ვიღაცის გამოჩენას, ასე ვთქვათ, ელოდებით იმას, რომ ოფიცერი დაგიკაკუნებთ კარზე და სწორედ ასე მოხდება სულ მალე. უბრალოდ როგორი რაღაცა იცით, პასუხი მეტყველებს იმაზე, რომ შესაძლოა თქვენი საკითხი ახლო პერიოდში არ გადაიჭრას. ეს არ არის უარყოფითი პასუხი, მაგრამ ემიგრაციის საკითხებით თუ კი ხართ დაინტერესებული ან შეწუხებული ამ თემებით, მაშინ იმაზეა საუბარი, რომ გამოჩნდება ოფიციალური წარმომადგენელი ორგანოს, ეს შეიძლება იყოს საემიგრაციოს აგენტი ან ოფიცერი, ეს შეიძლება იყოს პირობითად პოლიციელი, ეს შეიძლება იყოს იურისტი, ადვოკატი და ასე შემდეგ. ვიღაც თქვენ დაგიკავშირდებათ ან ვიღაც თქვენთან მოვა ან გიხმობთ. აქ შეიძლება იყოს საუბარი იმაზე, რომ გითხრან, რომ გჭირდება დამატებითი დოკუმენტები, ან საჭიროა იქ ანაბეჭდებზე მისვლა, ან შესაძლოა ჩაინიშნოს ინტერვიუ, ან რაიმე სახის დამატებით შეხვედრა, ერთ სიტყვით, შეტყობინება მოდის, რომელიც ან გაუწყებთ, რომ სიტუაცია ცოტა მეტ განხილვას, გამოძიებას თუ აწონდაწონვას საჭიროებს, ან მოდის შეტყობინება, რომელიც ითხოვს თქვენი მხრიდან, რომ გამოცხადდეთ და ვთქვათ, გაიაროთ დამატებით ინტერვიუ, ან რომ შეგამოწმონ, ან სხვა მსგავსი, ერთ სიტყვით, კიდევ დამატებითი ნაბიჯები იქნება საჭირო და გეტყვიან, რომ საქმე ჯერჯერობით არის განხილვაში და გჭირდებათ ცოტა მეტხანს მოცდა. პასუხი არ არის ნეგატიური, არის უფრო ნეიტრალური, თუმცა კერძოდ რატომ? ნახეთ, ამ ოფიცრის გამოჩენის შემდგომ, რაც შეიძლება იყოს ან შეტყობინება, ან პირდაპირ გაგებთ თქვენი გამოძახება, მაგალითად საემიგრაციოში ან პოლიციაში და ასე შემდეგ, თვითონ ეს შემდგომი პროცესი განსაზღვრავს იმას, თუ საბოლოოდ როგორ გადაიჭრება თქვენი თემა. რატომ? იმიტომ რომ იქ დაკითხვაზე იქნება, ეს ინტერვიუზე იქნება თუ შემოწმებაზე, როგორ მოიქცევით, რამდენად მომზადებული იქნებით, რამდენად შეძლებთ რომ უზრუნველყოთ ყველა საჭირო დოკუმენტი, რომელსაც გთხოვენ. ეს განსაზღვრავს შემდგომ ყველაფერს. ამიტომ თუ მაგალითად რაიმე кейსით გადიხართ იქ, ან ისეთი სიტუაცია გაქვთ წარდგენილი, რომელიც არ არის რეალური, მაშინ აუცილებლად ზედმიწევნით შეისწავლეთ ყველაფერი დეტალურად და კიდევ უფრო მტკიცე დოკუმენტები, კიდევ უფრო მტკიცე ალიბი იქნება ეს თუ მტკიცებულებები მოკრიფეთ და შეაგროვეთ და მოამზადეთ რამდენადაც ეს არის შესაძლებელი. თუ ფიქტიური ქორწინებით გადიხართ, უეჭველად მოელაპარაკეთ მაშინ თქვენს პარტნიორს და თქვენ თვითონაც კარგად მოემზადეთ. იმიტომ რომ აქ არა გვაქვს შეცდომების დაშვების უფლება, შეცდომები შესაძლოა აღმოჩნდეს საქმისათვის საზიანო. თუმცა დიდი შანსია, რომ ასეთი რამ არ მოხდეს და ყველაფერი წარიმართოს დადებითად. იმიტომ რომ თვითონ პასუხი აქ გვეუბნება იმას, რომ დიდი ალბათობით თქვენი საკითხი ცოტა ხნით გადაიდება ან გაიწელება, მაგრამ მაინც ყოველი შემთხვევისთვის ყოველივე ეს გაითვალისწინეთ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კი ხართ დაინტერესებული არა ემიგრაციისა და ესეთი დოკუმენტებთან დაკავშირებული თემებით, არამედ უფრო ყოფითი საკითხებით, მაშინ ეს პასუხი გვეუბნება იმას, რომ დაგიკავშირდებათ ახლო პერიოდში ხელმძღვანელი მაგალითად, რომელიც ან თქვენი მხრიდან მოითხოვს რაღაცაზე მესიჯის მიწერას, მეილის გაგზავნას, ან შესაძლოა თქვენ თვითონ გაქვთ მოლოდინი, რომ ის დაგიკავშირდებათ და მზად იყავით, ორგანიზებული იყავით და მომზადებული ყველაფრისათვის. აგრეთვე ეს შესაძლოა იყოს რაიმე სახის, როგორ გითხრათ, მნიშვნელოვან ადამიანთან შეხვედრა, მაგალითად ეს შეიძლება იყოს, არ ვიცი თქვენთვის ვინ არის რა მნიშვნელოვანი ადამიანი, ეს შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი სამსახურებრივი შეხვედრა, თუმცა ასევე შეიძლება იყოს პირობითად ისეთ ადამიანთან შეხვედრაც, რომელიც დიდი ხანი არ გინახავს, ან რომელიც, თქვათ, წარმატებულია, შეიძლება წარმატებული ნაცნობი იყოს, ან ნათესავი, რომელიც, თქვათ, მთავრობაშია და მასთან მოგიწიოთ შეხვედრა და ეს შეხვედრა იქნება, დიალოგი იქნება, თუ მეილი, თუ მიმოწერა, რომელიც შედგება ახლო პერიოდში, იქნება ძალიან ბევრი რაღაცის განსაზღვრელი და გადამწყვეტი. ეს შეიძლება მაგალითად ვიღაცას სთხოვოთ რაღაც, ან დაგჭირდეთ, თქვათ, ან ხელმძღვანელისაგან, ან ვიღაც თქვენი ნაცნობისაგან რაიმე სახის პასუხი და გაითვალისწინეთ ასევე, რომ შესაძლოა პასუხი დაგვიანდეს, იმიტომ რომ ეს გაშლა ხშირ შემთხვევაში მეტყველებს ხოლმე პასუხების დაგვიანებაზე, ან იმაზე, რომ ადამიანს შეიძლება დაავიწყდეს თქვენთვის პასუხის დაგვიანება, ან თქვენ საკითხზე მუშაობა, ამიტომ თუ ვთქვათ და მოხდა ისეთი რამ, რომ ძალიან დიდი დრო გავა თქვენი ამ შეხვედრის, დიალოგის შემდგომ თუ საკითხის განხილვის შემდგომ, რაღაც დროის მერე შეახსენეთ. ისე არა რომ შეაწუხოთ, რა თქმა უნდა, მაგრამ შეახსენეთ თავი და თქვენი საკითხი და ყველაფერი წესით და რიგით ძალიან კარგად იქნება. ამით ჩვენ დღევანდელი ვიდეო სრულდება, იმედი მაქვს მოგეწონათ.
აუცილებლად დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და გამიზიარეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ, რამდენად რეზონირდა ეს გაშლა, ან რაზე გენდომებოდათ, რომ ჩამეწერა ვიდეოები მომავალში. მე კი შეგახსენებთ, პირად კონსულტაციებზე ჩასაწერად უნდა მომმართოთ პირადში, ჩემს საკონტაქტო ინფორმაციას იხილავთ ეკრანზე. ეკრანზე გამოჩნდება ჩემი Facebook-ის, იგივე Messenger-ის მისამართი და გამოჩნდება WhatsApp-ის ნომერი, სადაც შეგიძლიათ რომ მომწეროთ. იმ შემთხვევაში, თუ გსურთ კონსულტაციის, ტაროს სესიის, ენერგეტიკული დიაგნოსტიკის, თუ სხვა სესიების დაჯავშნა. ხოლო თუ გსურთ ონლაინ კურსების გავლა, ესტუმრეთ საიტს grimoire.g. დროებით გემშვიდობებით და ყველას გისურვებთ წარმატებებს.